მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი, მე ვარ ნინო ჩიფჩიური და ვსაუბრობთ თემებზე, ამჯერად რაც ეხება შიდა ქართლის რეგიონს და როგორც იცით, ჩვენ ნეო ტივის გუნდში ყავს ანალიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს იმ თემებზე, თუ რა პროექტები ხორციელდებოდა 2022 წლიდან დღემდე და რა შესრულდა, რა არ შესრულდა, რა დაპირებებს ვისმენდით ახლა, რა მივიღეთ და ასე შემდეგ. დღევანდელი ჩვენი სტუდიის სტუმარი არის თეონა ფანქოლაშვილი, ამ ანალიტიკოსთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. თეონა, მოგესალმები, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოდი დავიწყოთ პირდაპირ. ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ და მაყურებელს გავაცნოთ ის პროექტები, რაც იყო გეგმაში, რასაც ვისმენდით რომ დაპირებები იყო რომ შესრულდებოდა, განხორციელდებოდა კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა ჯერ დავიწყოთ რის დაგვამახსოვრა თავი ამ თვითმმართველობამ, აი ამ კონკრეტული მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება, არ შესრულებით, რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. სამწუხაროდ თვითმმართველობამ კარგით ვერანაირად ვერ დაგვამახსოვრა თავი, რადგან აბსოლუტურად რაც გადავხედე ახლა სიას და ვიკულევ ამ ყველაფერს უკვე დიდი ხანია. თითქმის ყველა პროექტი, ტენდერი, ან ვადაგადაცილებულია, ან რამდენჯერმე არის ჩაშლილი, გაფლანგულია უამრავი თანხები. ეს თანხები სად არის წასული, არავინ არ ტენდერები, ყველა ტენდერი, რომელიც მოგებულია, ყველა არის აბსოლუტურად დაკავშირებული ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს იქნება ადგილობრივი თუ ცენტრალურ დონეზე. შესაბამისად, ფაქტიურად, აი რაც კი რამე გაკეთდა, ახლა დავიწყებ იმით, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა უნდა მოწყობილიყო. ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის დაპირება იყო, როგორც ეს ყველა კარგად გვახსოვს, როგორ გადასამან ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტს. მაგრამ რას ვხედავთ დღეს 4 წლის განმავლობაში თითითიძე არავის არ დაუკარებია და ისევ ნაგავსაყრელი არის. არ ვიცი რა შეიძლება ამ ყველაფერს დავარქვა, ამით იწამლება ისევ ქალაქი და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ 1000 დაავადებებზე, ზუსტად აი ასეთი ნაგავსაყრელებისგან მოდის, რომელიც ქალაქის შიგნითვე არის მოქცეული სამწუხაროდ. მაშინ ჩვენ რაღაცა გეგმას ნახეთ, როგორი უნდა ყოფილიყო, მუნიციპალიტეტს გადაეცა ეს ფართი, ანუ აქ იკვეთება მუნიციპალიტეტის პასიურობა, თუ მე როგორც მახსოვს, ფონდი ქართუს მხარდაჭერით უნდა ყოფილიყო. კი, ფონდი ქართუს მხარდაჭერით უნდა ყოფილიყო, მაშინ გვაჩვენეს თუ როგორი უნდა ყოფილიყო ყოფილი ბაზრის ტერიტორია, თავისი გამწვანებებით, თუმცა ისევ რჩება, რადგან ფონდი ქართუს უნდა დაეფინანსებინა, არ ვიცი, მათ ინფორმაციას არ იძლევიან, როდესაც ამაზე ვაგზავნით მერიაში ან საკრებულოში, რომ გვჭირდება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაცია არ აქვს, რომ ჩვენ დასკვნა გამოვიტანოთ, ფონდი ქართუ არ დაეხმარა. მიზეზი რა იყო? მიზეზი რა იყო? მუნიციპალიტეტმა პასიური როლი შეასრულა ამ შემთხვევაში და არაფერი არ გააკეთა. ამას ვერ ვიგებთ. ანუ ჩვენ შეგვიძლია კიდევ ვთქვათ ის, რომ გორი კულტურული ქალაქია და ისიც ვიცით, რომ პირველი თეატრი აქ აშენდა და აქ დაიდგა სპექტაკლები. ჩვენ გვაქვს თეატრი, რომლის რეაბილიტაცია, აბსოლუტურად მთლიანი შენობის რეაბილიტაცია უნდა განხორციელებულიყო და უნდა დასრულებულიყო. ჩვენ არ ვიცი რაღაცა თითქოს სამუშაოები მიმდინარეობს, ვერც დასრულებას ვერ ვხედავთ და ვერც სამუშაოების წინსვლას, იმიტომ რომ როდესაც მივდივართ, ისევ ის მდგომარეობაში გვხვდება შენობა, მაყურებელი საფრთხის ქვეშ რჩება, ასევე რჩებიან გარეთ მყოფი ადამიანებიც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მანდ არის პატარა სკვერი, სადაც საღამოობით ისვენებს ადამიანები და შესაძლებელია საიდანვე რაღაცა ჩამოვარდეს და საფრთხე შეუქმნას მოქალაქეს და განსაკუთრებით ბავშვებს. უბრალოდ პატარა გადახვევას გავაკეთებ, რადგან ამ თემას შევეხეთ დაზიანებებთან დაკავშირებით. რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ისევ ჩამონგრეული საკრებულოს შენობის ფასადი, ამასაც არ აკეთებენ და ბავშვები გადარჩნენ და ეს ფასადი ვხედავთ, რომ ყოველდღურად როგორ იშლება და როგორ ნადგურდება.
ასევე აუცილებლად უნდა შევეხო ტენდერს, ახალი ბაღის ტენდერს, რომელიც ჩაიშალა, მერე ვადებში ვერ ჩაჯდა, ანუ 2021 წლიდან დაიწყო და 2023 წლის ივნისში დასრულდა. უნდა დასრულებული იყო, თუმცა დასრულდა 1 წლის მოგვიანებით, მაგრამ აქაც რა აღმოჩნდა? ის სათამაშოები, რომლითაც ბავშვებს უნდა ესარგებლად და ეგრეთ წოდებული ელექტრონული მანქანები იქნებოდა თუ სხვადასხვა სახით გასართობის საშუალებები არ მუშაობენ. ანუ რასთან გვაქვს საქმე? აქაც მგონია, რომ ძალიან დიდი კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე და სამწუხაროდ აი ყველა პროექტს რო ჩაუყვეთ, თქვენ ნახავთ, რომ ან არ არის დასრულებული, ან შეჩერებულია, ან თუ დასრულებულია, გაფუჭებულია შიგნით ძალიან ბევრი რაღაცა და კიდევ ახალი ტენდერია გამოსაცხადებელი, კიდევ ახლიდან არის გასაკეთებელი და ეს ფული უკვე სად მიდის, როგორ მიდის, ამას უკვე ვერავინ ვერ აკონტროლებს. ერთ-ერთი იყო მე-11 სკოლაც, ამაზეც მინდა კითხო, თუმცა ჩვენ მაყურებელს მინდა ვთხოვო, რომ თუ კი გახსენდებათ ამ პერიოდის განმავლობაში, ამ მოწვევის თვითმმართველობის მუშაობის პროცესში, პერიოდში თუ გაკეთდა რამე მნიშვნელოვანი, გთხოვთ დაგვიკომენტაროთ, რომ ამაზეც ობიექტურები რომ ვიყოთ, გქონდეს სხვა მოსახლეობის ნაწილსაც ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში ჩვენი კვლევის ობიექტი რაც იყო, ერთი და იგივე კომპანიები ფიგურირებენ, ვინც ამ სამუშაოებს ასრულებენ, მაგრამ არის შემთხვევებიც, როდესაც ის, არ ვიცი, ეს ახლობელი კომპანია იყო თუ რა ნიშნით შეარჩიეს, ისინიც ვერ ასრულებენ, მათ მიერ შერჩეული კომპანიებიც ვერ ასრულებენ, ხშირ შემთხვევაში ასე იკვეთება. თუმცა აი ამ მე-11 სკოლის მაგალითზე რომ ჩავშალოთ თეო, საზედამხედველო სამუშაოები რამდენად ხორციელდება, რამდენად აქვს მოსახლეობას ინფორმაცია, რომ თუ კი მე ამ ახალბაღის ტერიტორიაზე გავალ, ან მე-11 სკოლაში როცა აშენდება შევალ, ის 100%-ით უკვე ჩაბარებულია, უსაფრთხოა და ზედამხედველობა სრულყოფილად განხორციელდა, იმიტომ რომ ჩვენ წინა აუდიტის ანგარიშებში ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი უცბად ხდებოდა, მიღება ჩაბარების აქტები ფორმალურად ფორმდებოდა, მაგრამ ეს ზედამხედველობის სამუშაოები და ამისი ანალიზი არსად არ იძებნებოდა. საერთოდ არ ვიცი ზედამხედველობის სამსახური მუშაობს თუ არა, იმიტომ რომ რამდენჯერაც არ უნდა დაურეკო მათ და ინფორმაცია გამოითხოვო, ისინი არ გპასუხობენ. მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მოსახლეობას მე როგორც ვიცი და როგორც გავეცანი და გამოვკითხე, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია არაფერზე, აბსოლუტურად არაფერზე. ვინ შეასრულა, როგორი ხარისხით შესრულდა, რა არის ხარვეზი, რას უნდა ვუფრთხილდეთ, ან არ ვუფრთხილდეთ, გაკეთებულია თუ არის ყველაფერი უსაფრთხოა თუ არა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ეს ყველაფერი აბსოლუტურად მოსახლეობამ არავინ არაფერი არ იცის, იმიტომ რომ ამაზე არავინ არ საუბრობს, ამაზე მუნიციპალიტეტი მოსახლეობას არ ესაუბრება. უბრალოდ ჩვენ, როდესაც აშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებთან მივდივართ ან პარკებთან, იქ უბრალოდ ხედავთ, რომ რაღაცა არის გაკეთებული, მაგრამ ის რამდენად უსაფრთხოა, ჩვენ ეს უკვე არ ვიცით. ამაზე არავის არ აქვს პასუხი, კითხვაცაც სვავ, მაგრამ მუნიციპალიტეტი სამწუხაროდ ამ ყველაფერზე არ პასუხობს. რა შეეხება მე-11 სკოლას, რა მოხდა? მე-11 სკოლის მაგალითზე რა შეგვიძლია გამოვკვეთოთ, რასთან შეიძლება გქონდეს საქმე? ჩვენ გვახსოვს, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ წლების წინ დაიწყო სამუშაოები, უკვე წლებია ეს ბავშვები სხვა სკოლაში სწავლობენ, იმიტომ რომ იქ დანგრეულია შენობა, დემონტაჟი მოხდა, ხელახლა უნდა აშენებულიყო, თუმცა ნახეთ, დაიწყო სამუშაოები, გაჩერდა, მე რაღაც შემოსაზღვრეს, ახლა რა სიტუაციაა? ჩვენთვის როგორც იყო ცნობილი, დემონტაჟი უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ შენობა იყო ავარიული და 2 წელიწადში უნდა დასრულებულიყო აშენება და ჩაბარებოდა სკოლას და ბავშვები ასე გაფანტული სხვადასხვა სკოლებში არ უნდა ესწავლათ. თუმცა მოგვიანებით, ანუ მაშინვე არ შესრულდა სამუშაოები და გაიწელა მისი დაწყება, დაიწყეს თუ არა, აღმოჩნდა, რომ რაღაც არ
მოეწონათ. რაღაცა კონფლიქტი მოხდა ალბათ მუნიციპალიტეტსა და დაქირავებულ კომპანიას შორის. შედეგად ეს სამუშაოები შეჩერდა. ამ სამუშაოებში შესრულებული იყო საძირკველი და მისი მშენებლობა. როდესაც ახლიდან გამოაცხადეს ტენდერი და მოგეხსენებათ, რომ ამასაც გარკვეული პროცედურები უნდა და ასე შემდეგ, ხარჯებიც და დროც, ხომ? ახლიდან, როდესაც მოიგო კომპანიამ, სხვა კომპანიამ, რომ შევიდა თქვა, რომ ეს საძირკველი არ არის მყარი, ეს საძირკველი არ გამოდგება იმისთვის, რომ ჩვენ მშენებლობა გავაგრძელოთ, ამიტომ ეს საძირკველი უნდა მოვშალოთ და ახლიდან უნდა გავაკეთოთ. ამ ფაქტორად იმაში რაც დაიხარჯა, გაფლანგულია. ჩვენ ვხედავთ, რომ სკოლა ისევ შენდება, მაგრამ არ შენდება. ჩვენ გვეუბნებიან, რომ შენდება, მაგრამ რეალურად არ შენდება, იმიტომ რომ ფაქტიურად არაფერი არ კეთდება ამ ტერიტორიაზე, თუ პატარა სამუშაოებს არ ჩავთვლით და შედეგად ის ხდება, რომ თითქმის 4 წელია და არ ვიცი, ალბათ კიდევ რამდენიმე წელი დაჭირდება, რომ ეს სკოლა და შენობა აშენდეს და დასრულდეს. მე როგორი იქნება ამასაც უკვე, იმიტომ რომ საკითხავია, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც კი ხელს მოკიდებენ, უხარისხოდ აშენებენ. ყველაფერი შემდეგ ზიანდება, ყველაფერი რაღაცა მოსდის. ბევრი სამწუხარო შემთხვევებიც გვახსოვს სხვადასხვა ქალაქებში და ამიტომ უკვე ნდობა აღარა გვაქვს. და მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოსახლეობას არ ესაუბრება მუნიციპალიტეტი ამ ყველაფერზე, ღია არ არის მათთვის და პასუხები აბსოლუტურად არ აქვს და თავიდან იშორებენ ადამიანებს, შესაბამისად უკვე ბევრი კითხვა ჩდება და საშიშიც არის შემდეგ უკვე მოსახლეობისთვის. მოდი ზოგადად ვისაუბროთ, უკვე უფლებამოსილების ვადა ეწურება ამ თვითმმართველობას, არ ვიცი ამ პროექტებს როგორ გააგრძელებს ახალი თვითმმართველობა, ვინც არ უნდა მოვიდეს და როცა არ უნდა მოვიდეს, ფაქტი არის, რომ რჩება უკვე ხო დასასრულებელი პროექტები და არ არის ეს 1 და 2. ახლა ზოგადად რომ ვისაუბროთ, რით დაგვემახსოვრა თავი, მე გადაცემის დასაწყისშიც ვთქვი, ეს ვახსენე ეს საკითხი, ანუ ისე არ გამოვიდეს რომ საერთოდ არ ვიცი, თუ ისია მართლა რომ არაფერი არ გავუკეთებიათ, რამე გაკეთდა გორში, აი გორის მაგალითზე რომ ვისაუბროთ. გორის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, გაკეთდა ტროტუარები, მაგალითად აღმაშენებლის ქუჩაზე მთლიანად გაკეთდა ტროტუარები, გაკეთდა განათება. თუმცა აქაც ძალიან ბევრი ხარვეზი იყო, რადგან როდესაც განათება გააკეთეს და ჩართეს, აღმოჩნდა რომ არასწორად დაუმონტაჟებიათ განათება და ახალ-ახალი აყარა მოუწიათ ფილების და გადათხრა სამწუხაროდ, რომელიც კიდევ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სხვა და მახსენდება გარე ფასადები, რომელიც სტალინის გამზირზე გააკეთეს და პატარ-პატარა ქუჩები. მაგრამ ამ ქუჩებს, როდესაც აკეთებენ, საგულისხმო ის არის, რომ ეგრეთ წოდებულ კანალიზაციას, წყლის სისტემას არ ამოწმებენ. შედეგად შემდეგ ხდება, რომ წყალი ჟონავს, წყალი შიგნიდან სკდება და ბინძურდება, იქაურობა, შემდეგ კიდე ხელახლა გადათხრა უწევს და ჩვენ არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ბოლო შემთხვევაზე უნდა გკითხოთ წყალთან დაკავშირებით. კი ბატონო, და ანუ აბსოლუტურად ყველაფერი არის აი ესე უხარისხოდ, უბრალოდ მხოლოდ ფული აიღონ, რაღაცაში გახარჯონ და აქ რა ვლინდება. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის კორუფცია. მეტი არაფერი. და თეო, აი ახლა წყალი არ ქონდა რამდენიმე დღის განმავლობაში ხალხს გორელებს და აქაც საქმე ქონდა არასწორ დაგეგმარებასთან და არასათანადო მომხრობასთან საკითხთან მიმართებით. უფრო დეტალურად ვაუხსნათ მაყურებელს, რა გაარკვიეს თქვენ წლების განმავლობაში, ისედაც ხართ ჩართული გორის პრობლემების კვლევით, თუმცა აი ამ კონკრეტული მიმართულებით რა გამოიკვეთა ამ ბოლო დღების განმავლობაში? დავიწყებ იმით, რომ სამუშაოებს, რომელსაც ეს კომპანია ასრულებს, ყველანაირი დარღვევით არის.
პირველი უსაფრთხოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის და ყველა ადამიანისთვის. და ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს სამწუხარო, როდესაც უსაფრთხოება არ იყო დაცული და ამას ბავშვი შეწირვია. ღობე არ არის შემოსაზღვრული ისეთი, როგორიც სამშენებლობისთვის არის საჭირო. ღობეზე არ არის გაკრული, რომელი კომპანია აშენებს, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, ესეც დარღვევა. აქაც ურეკავდით ზედამხედველობის სამსახურს, რა გააკეთეს, არ გვიპასუხეს, შემდეგ გადმორეკეს ჩემს ტელეფონზე და როდესაც ჩემმა მეგობარმა უპასუხა და პრობლემის შინაარსზე დაუწყო ლაპარაკი, გაუთიშა ტელეფონი და მას შემდეგ ჩვენ ვეღარ დავუკავშირდით მათ. ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. იმიტომ რომ აქ არის მთავარი მილი წყლისა, საიდანაც მიეწოდება და მარაგდება მთლიანად გორის მოსახლეობა. ამ მილის დაჭრა არაფრით არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ მე კიდევ სხვა ექსპერტსაც ვესაუბრე და მითხრა რომ თუ ამის გადატანა უნდათ, ახალი მილი უნდა ეყიდათ და მთლიანად უნდა გადაეტანათ და ესე დაჭრა და შემდეგ შედუღაბება ერთმანეთთან არ არის მიზანშეწონილი. მეორე, 5 მეტრის დაშორებით უნდა აშენდეს ამ მილიდან წყალი და ესეც არ არის დაცული. ანუ რეალურად რასთან გვაქვს? ანუ რეალურად გვაქვს საქმე იმასთან, რომ კორუფციულ გარიგებაში შევიდა მუნიციპალიტეტი კომპანიებთან, ვინც სამშენებლო კომპანიასთან, ვინც ამას აკეთებს და სამშაობებს ასრულებს და მისცა ყველანაირი ნებართვა და როგორც გინდათ, რანაირადაც გინდათ გააკეთეთ. ჩვენგან არანაირი პრობლემა არ გექმნებათ. არავის არ მოუკითხავს. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერზე აჯარიმებენ ადამიანებს, მაგრამ აი ამ ხელა დარღვევებზეც რომ აბსოლუტურად რეაგირება არ არის. და კიდე რაც მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი მუშა იღუპება მშენებლობის დროს. ამ დროს, როდესაც წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, ამ ადამიანებს არ იცვათ სპეციალური ეკიპირება, რომელიც სამუშაოების შესრულებისთვის აუცილებელია. თუმცა აი ამ ყველაფერს არ ასრულებს სამშენებლო კომპანია და როგორც იკვეთება, უკვე ხელისუფლებაც ამაში ხელს უწყობს. და დასასრულისკენ რომ შევაჯამოთ, ახალი თვითმმართველობა ვინც მოვა და როცა ეს იქნება, როცა დაალაგდება იმედია სიტუაცია, რა არის გასათვალისწინებელი გორში, რა ხარვეზებს ტოვებს შენ დაკვირვებით ეს თვითმმართველობა და რა პირველ ეტაპზე რა არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი და როგორ უნდა განვითარდეს გორი, იმიტომ რომ გეგმაც არ არსებობს, წლების განმავლობაში გვესმის რომ აი ახლა ჩაეშება და ახლა გამოქვეყნება და ასე შემდეგ, თუმცა წლიდან წლამდე ჩვენ ვისმენთ ანგარიშებს, სადაც ისე თავისივე თანამშრომლებს დასვამენ, ტარს აკრევინებენ და კრება რჩება მხიარული, მაგრამ პრობლემები რჩება და ამას ყველა ნაბიჯზე ვხედავთ. რა უნდა გამოსწორდეს, რითი უნდა დაიწყოს ახალმა თვითმმართველობამ მუშაობა გორში? პირველი რითიც უნდა დაიწყოს, გეგმა უნდა შეარჩიოს და დაამტკიცოს. მოსახლეობასთან უნდა გაიაროს კონსულტაციები, მოსახლეობას უნდა აუხსნას, ექსპერტები უნდა მოიწვიოს. სანამ გეგმა არ დამტკიცდება, მანამდე მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი დაწყებული არის, უნდა შეჩერდეს და შემდეგ უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ გეგმის გარეშე ჩვენ ვხედავთ ქალაქი როგორ ემსგავსება უკვე ბეტონის ჯურღმულებს. მაგალითად, არაფრით არ შეიძლება, რომ ისტორიული ძეგლების ახლოს იყოს ამხელა სართულებიანი კორპუსები და საკრებულო ისტორიული შენობა არის და ხედავთ, რომ ზევიდან გადმოხურებს სხვადასხვა შენობები. ასევე ძალიან ბევრი სამუშაოები არის შესასრულებელი, მაგრამ პირველი რაც
უნდა გააკეთოს, ეს არის გენგეგმის დამტკიცება, თუმცა ექსპერტებთან, მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირით და ურთიერთობით უნდა დამტკიცდეს და პირველ რიგში მოსახლეობამ უნდა მიიღოს ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე უნდა დამტკიცდეს და განხორციელდეს. დიდი მადლობა. მოსახლეობაშიც ალბათ არის გარკვეული სამუშაოები განსახორციელებელი, რომ საკუთარი როლი იგრძნონ, იმიტომ რომ დღეს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ისინი ფიქრობენ, რომ მათ არავინ ეკითხებათ, თუნდაც სოფლის კრებები რომ გავიხსენოთ, მიაქვთ გამზადებული ოქმები, ხშირ შემთხვევაში ასე აწერინებენ ხელს და უკვე დამტკიცებული და შერჩეულია ეს პროექტი, რაშიც უნდა დაიხარჯოს სოფლისთვის გამოყოფილი თანხა, ამიტომ მოსახლეობა თუ კი გვინდა დემოკრატიული ქვეყანა, მოსახლეობის მთავარი როლი ამ შემთხვევაში არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და თითოეულმა მოქალაქემ ეს როლი უნდა იგრძნოს და იყოს აქტიური მოქალაქე, თუ გვინდა რომ რაიმე პროგრესს მივახციოთ. მადლობა თეონა გადაცემაში მონაწილეობისთვის, გემშვიდობით მომავალ შეხვედრამდე.